ნატო ახლა ატარებს სამხედრო წვრთნებს კალინინგრადის გარშემო, რომელიც რუსეთის ყველაზე მოწყვლადი ტერიტორიაა. და რუსები ღიად აცხადებენ, რომ ეს მომავალი ომისთვის ვარჯიშია. ეხლა მოდის ის ნაწილი, რაც კრემლისთვის ყველაფერს კიდევ უფრო ამძიმებს. პუტინმა ეს თავად გამოიწვია და მალე აგიხსნით, როგორ გააკეთა ეს. მაგრამ ეხლა პუტინი ისევ იმას აკეთებს, რასაც ყოველთვის აკეთებს, როცა პრობლემაშია. ეხლა ის უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს, იმ იმედით, რომ რუს ხალხს, რომელიც მისგან უკვე დაღლილია, რაღაც გამარჯვებას აჩვენებს. სამწუხაროდ, ესეც ისე არ გამოსდის, როგორც მას სურდა. უკრაინა ახლა ბრუნდება პუტინის კრიმინალური დარტყმის შემდეგ და რუსული ეკონომიკა ჩვენს თვალწინ ინგრევა. რუსეთის უმსხვილესმა კომპანიებმა ერთ დღეში თითქმის მესამედი დაკარგეს თავიანთი ღირებულებიდან. არც ერთი ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს და როგორც თქვენ იცით, პუტინი შეიძლება ამას ვერ გადაურჩეს. ეხლა თითქოს ეს ყველაფერი საკმარისად ცუდი არ იყოს, გუშინ უკრაინის დამოუკიდებლობის დღე იყო. ლიდერები მთელი მსოფლიოდან კიევში ჩავიდნენ საზეიმოდ და ერთ-ერთმა მათგანმა მოიტანა საჩუქარი, რომელსაც არავინ ელოდა. იარაღის შეთანხმება, რომელსაც შეიძლება ამ ომზე უზარმაზარი გავლენა ჰქონდეს. მოდით ყველაფერს მივყვეთ. დავიწყოთ იმ დარტყმით, რომლითაც პუტინმა ეს ყველაფერი დაიწყო. 21 აგვისტო. საშინელი ღამე იყო. უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი კრივი რიგში მსხოვრები ადამიანებისთვის, ზელენსკის მშობლიურ ქალაქში. ამ ღამეს რუსეთმა განახორციელა ეგრეთობლუ ორმაგი დარტყმა უკრაინულ სავაჭრო ცენტრზე. ორმაგი დარტყმა ნიშნავს ზუსტად იმას, რასაც სახელი ჰქვია. ჯერ ურტყამს ამიზნეს და მაქსიმალურად აზიანებ მას. შემდეგ ელოდები. ელოდები სანამ პირველი რეაგირების ჯგუფები მივლენ, ექიმები და მეხანძრეები დაიწყებენ ხალხის გამოყვანას ნანგრევებიდან. და შემდეგ ისევ ურტყამ იმავე ადგილს, სპეციალურად მაშველებზე მიზანმიმართულად. ეხლა სანამ სვერპლზე ვისაუბრებთ, ნახეთ ვიდეო, რომელიც პუტინის მიერ ჩადენილ აშკარა ტერორიზმს აჩვენებს. სულ ამ თავდასხმაში მინიმუმ 16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი. 130-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის კიდევ 23 ბავშვი. და ამას გარდა ჯერ კიდევ გვაკლია 9 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, რომელთა ასაკი 10-დან 16 წლამდე. აი ახლა დაფიქრდით, რას პასუხობს პუტინი. უკრაინა ურტყამს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რუსეთის სამხედრო სათხოვებს დებს და იმ სათხოვებს, რომლებიც სამხედროებთან თანამშრომლობენ. ეს არის ობიექტები, რომლებიც პუტინს ეხმარება ამ ომის წარმოებაში. და რუსეთის პასუხი იყო დაერტყა რეგიონის ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრს, სადაც ადამიანები მიდიან საკვების სატიდლად, ან ფეხსაცმლისა თუ ტანსაცმლის შესაძენად. ზუსტად ამიტომ უწოდა ზელენსკიმ ამ თავდასხმას აბსოლუტურად ცინიკური და საძაგელი. და მან თქვა, რომ უკრაინა უპასუხებს რუსეთის დანაშაულებს. მოდით გადავიდეთ ამ პასუხზე, რადგან ეს ნამდვილად იყო ის, რასაც რუსეთი არ ელოდა. უკრაინის პასუხი უკვე მეორე დღესვე დაიწყო და გარკვეულწილად ეს იყო კამპანიის გაგრძელება, რომელსაც უკრაინა უკვე საკმაოდ დიდი ხანია ატარებს. კამპანია რუსეთის საწყობებისა და ლოგისტიკური კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის სამხედრო მომარაგებას უზრუნველყოფენ. გახსოვთ Wildberries-ი, ხო ასეა? ეს არის რუსეთის ყველაზე დიდი Amazon-ის ანალოგი და იცით ის სახელიცაა, რომელიც ამ არხის ბინგოს ბარათზე გვაქვს. ხო და ამ ბინგოს ბარათთან ერთი პატარა პრობლემა გვაქვს. უკრაინამ ფაქტობრივად ამოწურა დიდი Wildberries-ის სატყობები, რომლებსაც შეიძლება დაესხას თავს. ამიტომაც მათ უბრალოდ ყურადღება სიაში შემდეგ სახელზე, ოზონზე გადაიტანეს. ოზონი ფაქტობრივად იგივეა რაც Wildberries-ი, მაგრამ ეს მეორე კომპანია. ანუ ეს არ არის ყველაზე დიდი კომპანია, ეს მეორე ყველაზე დიდი კომპანია. და ისინი ყველა ძირითადად Amazon-ს აკოპირებენ. ეხლა აი რა არის ამ კომპანიის სასაცილო ნაწილი? სულ რამდენიმე დღის წინ რუსეთში ბევრი ადამიანი ვარაუდობდა, ან შეიძლება ითქვას არსებობდა კონსპირაციული თეორია, რომ უკრაინა ფარულად აბანდებს ფულს ოზონში. ხალხი ამას იმიტომ ამბობდა, რომ უკრაინა ანადგურებდა Wildberries-ის ყველა საწყობს, იმ დროს როცა ოზონი იძენდა ბაზრის სტილს და სარგებელს იღებდა ამ კამპანიიდან, რომელსაც უკრაინა ატარებდა. რეალურად კი, უკრაინა ოზონში არ აბანდებდა ფულს. ისინი უბრალოდ ელოდებოდნენ ოზონის რიგს. მას შემდეგ, რაც Wildberries-ის ყველა საწყობი გაანადგურეს, ახლა ოზონის ჯერია. აი პირველი თავდასხმა, რომელიც მოხდა 22 აგვისტოს, ეს არის ოზონის ობიექტი სამარაში, ანუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწყობი რეგიონში. შეხედეთ რა მოხდა. ეხლა ეს კამპანია ბოლო 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობს და ყოველ დღე უკრაინა სულ უფრო მეტ საწყობს ურტყამს. მართლაც მინდა ვისაუბრო ნატოს ოპერაციაზე კალინინგრადის გარშემო და იმაზე თუ როგორ გამოიწვია პუტინმა ეს შეცდომა თავად. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, მართლა მინდა გაჩვენოთ ყველა ვიდეო, რომელიც ამ ოზონის კამპანიიდან გამოდის, რადგან ვიცი, რომ თქვენ ძალიან გიყვართ რუსული სამხედრო სათხოვების აფეთქების ყურება. მოდით გადავხედოთ მათ და შემდეგ ვისაუბრებთ კალინინგრადზე. აქ გვაქვს კიდევ ერთი ვიდეო იმავე სამარის საწყობიდან. ეს გაკეთებულია. ხო? აი ასენა. შემდეგ უკვე მეორე დღეს უკრაინამ კიდევ ერთი ოზონის საწყობი დაარტყა ორენბურგში. ეს არის ამ კომპანიის ყველაზე დიდი ობიექტი. შეხედეთ ვიდეოს.
Блядь. თქვენ ნახეთ ეს ვიდეო, ხო ასეა? იმიტომ გეკითხებით, რომ როგორც ჩანს, იმ რეგიონის გუბერნატორმა ეს ვიდეო არ ნახა, რადგან მან განაცხადა, რომ ამ საწყობზე მიყენებული მთელი ზიანი დრონის ნამსხვრევების დაცემამ გამოიწვია. ეხლა თუ კიდევ ერთხელ შევხედავთ ვიდეოს, არ ჩანს, რომ ზიანს დრონის ნამსხვრევები იწვევდა. ჩემთვის ასე ჩანდა, რომ ის დრონი სრულად გამართულად მუშაობდა. მაგრამ ვინ იცის? იქნებ უკრაინას აქვს ახალი ტექნოლოგია, სადაც დრონები მაინც ახერხებენ სამიზნის დაზიანებას, მაშინაც კი, როცა ისინი რუსულმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. ეხლა პრობლემა რუსი ოფიციალური პირებისთვის ისაა, რომ არასდროს იცით, უკრაინა ძალიან სწრაფად ავითარებს ინოვაციებს. მაგრამ ხედავთ, პრობლემა, რომელსაც რუსი ოფიციალური პირები აცკლებიან, ისაა, რომ რუსი სამხედრო ბლოგერები აკრიტიკებენ იმ საბაბს, რომელსაც რუსეთი დიდი ხანია იყენებს. და მათი არგუმენტები გარკვეულწილად ლოგიკურია. ეს სამხედრო ბლოგერი ამბობს, რომ ესაა რუსეთის არმიისა და ბიუროკრატიის მთავარი პრობლემა, სადაც ყველა თავის ზემდგომს ატყუებს, ხოლო ოფიციალური პირები საზოგადოებას ატყუებენ. და ეს ნიშნავს, რომ არავინ მიუთითებს რეალურ პრობლემაზე, ამიტომაც არავინ ცდილობს მის გადაჭრას. აი ეს მაგალითისთვის. თუ გუბერნატორი საჯაროდ ამბობს, რომ აი ხალხო, ჩვენი საჰაერო თავდაცვა იმუშავა, ჩვენ უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ, მაგრამ ჩამოვარდნიუმა დრონმა ეს ყველაფერი დააზიანა. ეს ნიშნავს, რომ არავინ ცდილობს გაარკვიოს, რატომ ვერ ანადგურებს საჰაერო თავდაცვა უკრაინულ დრონებს, რადგან ოფიციალური პირები საჯაროდ აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვა მუშაობს. საშიშია სწორედ დრონის ნამსხვრევები და ამის გამო უკრაინას სრული თავისუფლება აქვს. არავინ მუშაობს რუსული პრობლემების გამოსასწორებლად და უკრაინული დრონები ყოველდღე აგრძელებენ ფრენას. და აბა, გამოიცანით. ამ პრობლემის იდეალური მაგალითი მივიღეთ უკვე მეორე დღესვე, რადგან მეორე დღეს უკრაინამ გადაწყვიტა სრულად ემოქმედა. მათ ერთ დღეში 4 საწყობი გაანადგურეს. წარმოიდგინეთ, ვიდრე რომ მუშაობდეს იმ საჰაერო თავდაცვის სისტემების შეკეთებაზე. იქნებ რუსეთს მაინც რამდენიმე მათგანის შეჩერება შეძლებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეხედეთ, უკრაინამ დაღესტანში 130,000 კვადრატული მეტრის ოზონის საწყობი დაარტყა. მათ სტრალსუნში 100,000-იანი საწყობი დაარტყეს. ოზონის კიდევ 100,000 კვადრატული მეტრის ლოგისტიკური ცენტრი კრასნოდარში დაარტყეს და, რა თქმა უნდა, 10,000-იანსაც დაარტყეს. ასე რომ ეს წინაებთან შედარებით პატარა იყო. ეს ოზონთან დაკავშირებული არ იყო. ესეც უბრალოდ ლოგისტიკური ცენტრი იყო კრასნოდარში. ეხლა თქვენს ეკრანზე რასაც ხედავთ, ეს დარტყმა ოზონის ობიექტია დაღესტანში, მაგრამ სხვა ობიექტებიდანაც გვაქვს ჩანაწერები. აი ეს კრასნოდარიდანაა. საერთოდ რაღაცა ფეთქდება. სეცკლი ამოხეთხავს მინა კრასნოდარში. საღამოში და ვისაპატარებო. ეხლა, სანამ შემდეგ ამბავზე გადავიდოდეთ, მინდა ზუსტად გაჩვენოთ, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა. და მგონი უკეთესი ახსნა არ მინახავს ვიდრე ეს. აი ესე მუშაობს რუსული პროპაგანდა საზღვარგარეთ. მემარჯვენეებისთვის რუსეთი ტრადიციებს იცავს. მემარცხენეებისთვის ეს ნატომ გამოიწვია. პაციფისტებისთვის იარაღი ომს ახანგრძლივებს. ცინიკოსებისთვის ყველა ერთნაირად ტყუის, ხოლო დაღლილებისთვის ყველაფერი რთულია. ეხლა აი მთავარი ნაწილი. რუსული პროპაგანდის მიზანი არ არის, რომ დაგარწმუნოთ მათი მხარის ისტორიაში. მათი მიზანია უბრალოდ ისე დაგღალონ და გამოგფიტონ, რომ აღარაფერი გააკეთო. იცი, უბრალოდ თავი დაანებო ამაზე ფიქრს, თავი დაანებო მოქმედებას და ეს არის რუსეთის მიზანი. ისინი არ გინდა რომ მოსკოვი შეგიყვარდეს, უბრალოდ არ უნდათ რომ უკრაინა შეგიყვარდეს. უბრალოდ უნდათ იფიქრო რომ ეს ყველაფერი ძალიან რთულია. მოდი დავივიწყოთ ეს თემა. და სწორედ ამიტომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ვუპირისპირდებით რუსულ პროპაგანდას და ვავრცელებთ სიმართლეს იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ეს ომი. თუ გსურთ დაგვეხმაროთ, უბრალოდ დააჭირეთ ქვემოთ გამოწერის ღილაკს. გაუზიარეთ ეს ვიდეო ერთ ადამიანს ან თქვენ სოციალურ ქსელში, ვინც ფიქრობ, რომ ისი ამოვნებს ამ თემის შესწავლით. და ეს არის ყველაფერი. ეს დიდი მხარდაჭერაა, რაც დაგვეხმარება ჩვენი გზავნილი უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ. ეხლა დაუბრუნდეთ ამბავს. ყველა ეს დარტყმა გვიყვანს ჩვენს ახალ ბინგოს ბარათთან. და რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება ოზონის ბინგოს ბარათს. აქ შეგიძლიათ ნახოთ, რომ უკრაინამ უკვე დაარტყა ოზონის ყველაზე დიდი საწყობი ორენბურგში. ეხლა ეს ის საწყობია, რომელიც ჯერ არ დამწვარა, მაგრამ იყო რაღაც ხანძარი. დიდი ხანძარი არ ყოფილა. ასე რომ ობიექტი ალბათ ფუნქციონირებს, მაგრამ მისი ნაწილი განადგურებულია. მეხუთე განადგურებულია. ეს იყო პირველი ოზონის დარტყმა, რომელიც უკრაინამ განახორციელა 22 აგვისტოს. შემდეგ დაღესტნის ობიექტი ისაა, რომელიც ახლა ხან ნახეთ. ეს გუშინ მოხდა. ის განადგურებულია. ნომერი მე-14 სტრახოვსკოე. ის დაზიანებულია, მაგრამ ადიღეში მდებარე განადგურებულია. ეხლა მაინტერესებს, რამდენ ხანს დასჭირდება უკრაინას, რომ ამ ბარათზე ყველა მოინიშნოს, სანამ შემდეგ კომპანიაზე გადავლენ. სამწუხაროდ რუსეთისთვის დამტვარი საწყობები მათი პრობლემებიდან ყველაზე უმნიშვნელოა, რადგან ინვესტორებმა ახლახან რაღაც გაიგეს, რაც მთლიანად ცვლის რუსეთის ეკონომიკას. რაც ინვესტორებმა ახლა გააცნობიერეს არის ის, რომ ეს კამპანია, რომელსაც უკრაინა ატარებს, არ იყო მიმართული მხოლოდ Wildberries-ზე, არამედ ეს კამპანია მთლიანად რუსეთის ეკონომიკაზეა ორიენტირებული.
ფაქტობრივად უკრაინა სურს დაუპირისპირდეს ყველა იმ კომპანიას, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალას ეხმარება. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ცოტა კომპანია რეალურად უსაფრთხო რუსეთის შიგნით. ასე რომ, ყველაფერი ეს გაითვალისწინეთ და შეხედეთ, რას აკეთებდა გუშინ რუსეთის საფონდო ბირჟა. თითქმის ყველა კომპანია იკლებს და ისინი უზარმაზარ თანხებს კარგავენ. შეხედეთ ოზონს ქვედა მარცხენა კუთხეში. მან ერთ დღეში 25% დაკარგა. და სინამდვილეში როცა ის დღე დასრულდა, ზარალი თითქმის 30%-ს, უფრო ზუსტად კი 29%-ს შეადგენდა ერთ დღეში. ეს არის რუსეთის ეკონომიკის რეალობა ახლა. ეხლა სამწუხაროდ პატარა ვლადიმირისთვის მას ამ პრობლემაზე დიდხანს ფიქრის დრო არ აქვს, რადგან მას კიდევ უფრო დიდი პრობლემა აქვს. ეს დაკავშირებულია რუსეთის კონტროლთან კალინინგრადზე. აი რას გულისხმობ. როგორც ზოგიერთ თქვენგანს უკვე შეიძლება იცოდეს, კალინინგრადი არის რუსეთის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ფაქტობრივად რუსეთს არ ესაზღვრება. ეს არის განცალკევებული ტერიტორია, რომელიც ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ის მოქცეულია პოლონეთსა და ლიტვას შორის. სრულიად მოწყვეტილია რუსეთის ძირითად ტერიტორიას. ახლა იქ განთავსებულია უამრავი რუსული სამხედრო ტექნიკა, მაგრამ ის მთლიანად გარშემორტყმულია ნატოს მიერ. იცით რა გააკეთა ნატო გას უკვირას? ნატო დაახლოებით 25 თვითმფრინავი მოიყადა. სხვათა შორის მოგვიანებით დადასტურდა, რომ ეს იყო 50 თვითმფრინავი რუსეთის კალინინგრადის ანკლავის მახლობლად. 18 აგვისტოს, მათ შორის ამერიკული თვითმფრინავებიც და ნორვეგიული გამანადგურებელი თვითმფრინავები. AWACS, იშვიათი EA, 37, B Compass Colis, ელექტრონული ომის თვითმფრინავი და აფაჩის საბრძოლო ვერტმფრენები. ავიაჯგუფი ჩრდილო-აღმოსავლეთ პოლონეთის თავზე დაფრინავდა და კონცენტრირებული იყო კალინინგრადის გარშემო ელექტრომაგნიტურ გარემოზე. ეხლა, რა თქმა უნდა, ნატომ განაცხადა, რომ ეს უბრალოდ წვრთნა, ხო იცით? ეს არ უკავშირდება ბოლო დროს რუსეთის ქმედებებს, მაგრამ ასეთი მასშტაბის თამოქრა ნამდვილად უპრეცედენტოა, რამე რაც აქამდე არ გაკეთებულა. მობი დავაკვირდეთ ზუსტად რა გამოიყენეს და ეს ცოტას გვეუბნება იმაზე, რა იყო გეგმა, რა იყო გზავნილი. მოდით, EA-37B დავიწყოთ. ეს უნიკალური და იშვიათი თვითმფრინავია. საკმაოდ ახალია, ახლად დაპროექტებული, ასე ვიტყოდი. და ეს ძირითადად ჩახშობის თვითმფრინავია. ის შექმნილია კომუნიკაციის, რადარის, ნავიგაციის სისტემებისა და ნებისმიერი სხვა სისტემის მუშაობის შესაფერხებლად, რაც შეიძლება წარმოიდგინოთ. ეს ზუსტად ის შესაძლებლობებია, რაც დაგჭირდებოდათ რუსეთთან დაპირისპირების შემთხვევაში. და ეს თვითმფრინავი ძალიან ახლოს დაფრინავდა კალინინგრადთან. თუ ამას ყველა იმ სხვა თვითმფრინავსაც დაუმატებ, რომლებიც ამ ტერიტორიაზე დაფრინავდნენ, ეს ფაქტობრივად ნატოს შესაძლებლობა იყო შეესწავლა რუსეთის საჰაერო თავდაცვა ამ რეგიონში, მათ შორის ნებისმიერი ელექტრონული სიგნალი, რომელსაც რუსული სისტემები გამოსცემდნენ. ეხლა, რა თქმა უნდა, ოფიციალურად ნატომ განაცხადა, რომ ამას საერთოდ არ აქვს კავშირი რუსეთთან, მაგრამ არაოფიციალურად აქ არის ირიბი გზავნილი. და აქ გვაქვს შესანიშნავი ანალიზი თუ რა იყო ეს გზავნილი. მიუხედავად იმისა, რომ ნატოს რესურსების ასეთი კონცენტრაცია უჩვეულოდ გამოიყურება, რუსეთის ბოლოდროინდელი აგრესიული ქმედებებისა და განცხადებების ფონზე მიზანშეწონილია ხანდახან ჩვეულებრივზე მეტი ძალის დემონსტრირება, რათა შეაკავონ იგი. აი ესე გამოიყურება შეკავება. რუსეთის ბოლოდროინდელი რიტორიკისა და დიპლომატიური ქმედებების ფონზე, რაც უკავშირდება უკრაინისთვის უფრო შორსროლელი იარაღის მიწოდებას, აუცილებელია, რომ ნატომ განაგრძოს სიმტკიცისა და ძალის დემონსტრირება. ეს მხოლოდ ერთ-ერთი გზაა ამის გასაკეთებლად, ისე რომ არ გადაილახოს ესკალაციის პოტენციური ზღვარი. ამ ტიპის მისია ორ რამეს აკეთებს. პირველი, ის კრემლს მკაფიო სიგნალს უგზავნის, რომ ჩვენ ვაკვირდებით და მზად ვართ. მეორე კი, სრული საჰაერო დაჯგუფების გამოყენებით თავიდან იცილებს ნებისმიერ არასწორ გათვას რუსეთის მხრიდან. ჩვენ ვიცით, რას უკეთებს ის მარტო მფრენ, უიარაღო სადაზვერვო თვითმფრინავს. ეხლა არსებობს კიდევ ერთი თეორია, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა და ის ეხება რუსეთის შესაძლო თავდასხმას ნატოზე. ეხლა, როგორც თქვენ იცით, აშშ-ს დაზვერვა საკმაოდ კარგია, როცა საქმე პუტინის გეგმებს ეხება. სინამდვილეში, აშშ-ს ამ თავდასხმის შესახებ იცოდა კიდევაც მანამდე, სანამ პუტინი თავის შეჭრას დაიწყებდა. კიდევ მანამდე, სანამ რუს გენერლებს ეწოდინებოდათ უკრაინაზე დაგეგმილი შეჭრის შესახებ, ამერიკის დაზვერვას ეს უკვე ცნობილი ჰქონდა. არ ვიცი როგორ, მაგრამ იცოდნენ. და ჩანს, რომ ეს სადაზვერვო შესაძლებლობა ომის დაწყების შემდეგაც შენარჩუნდა. და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, შეიძლება ითქვას ბოლო 2 თვის განმავლობაში, ჩვენ ვირებთ უამრავ ცნობას ამერიკული და უცხოური მედიისგან, რაც ძირითადად ადასტურებს, რომ აი დაზვერვა აშშ-ს. დაზვერვა ელოდება რუსეთის მხრიდან რაიმე სახის თავდასხმას ან ესკალაციას ნატოს ქვეყნის წინააღმდეგ. ზუსტად არ ვიცით, ეს პოლონეთი იქნება თუ ბალტიისპირეთის რომელიმე ქვეყანა, მაგრამ რაღაცას რუსეთი გეგმავს და აშშ-ს სურს, რომ ყველას გააფრთხილოს, ხომ ასეა? ეხლა ეს თურთნა შეიძლება იყოს შეკავების საშუალება, რომ პუტინს უთხრან, ნახე, თავი შეიკავე იმისგან, რასაც გეგმავ, რადგან ნახე, ბოლოს როგორ დასრულდა შენი გეგმები. სამდრიანი სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკვე მეხუთე წელია გრძელდება. შეიძლება. კიდევ ერთხელ, ეს უბრალოდ სპეკულაციაა. და რა თქმა უნდა, კრემლისგან ჯერ არ მიგვიტია პასუხი იმაზე, რაც ნატო ახლახან გააკეთა კალინინგრადის მახლობლად. მაგრამ გვაქვს რამდენიმე განცხადება რუსი სამხედრო ბლოგერებისგან და ეს განცხადებები ძალიან ბევრს ამბობს. მოდით შევხედოთ მათ. ნატოს ბოლოდროინდელი ინტენსიური საჰაერო აქტივობა რუსეთის კალინინგრადის ანკლავის მახლობლად რუსის სამხედრო ბლოგერების მიერ აღიქმება, როგორც მომავალი ომისთვის მზადება. ისინი ადანაშაულებენ პოლონურ პროვოკაციებს და ვარაუდობენ, რომ მზადდება გეგმა კალინინგრადის ბლოკადისთვის. ამჟამად მტერი მომავალი ომის რეპეტიციას გადის, რომელიც მათი პროგნოზით 2030-იან წლებში დაიწყება. დაიწყება. პირველი დარტყმა განხორციელდება ჩვენს დასავლეთ ანკლავზე.
ნატო კალინინგრადს ზონად მიიჩნევს, სადაც მოწინააღმდეგეს ცდომა და საჰაერო მოქმედება ეზღუდება. ამიტომ ისინი უკვე ატარებენ დაზვერვას და ეძებენ სისუსტეებს ანკლავის თავდაცვაში. ნატოს საავიაციო ჯგუფის შემადგენლობა მიანიშნებს ამაზე. ყველაზე სავარაუდო ნატოს გეგმა მომავალი კონფლიქტის შემთხვევაში არაერთხელ იყო ნახსენები. კალინინგრადის ბლოკადა და რუსეთის იძულება, რომ სცადოს მისვლა სლოვაკური დერერებნით, რომელსაც ევროპელები უკვე რამდენიმე წელია აქტიურად აძლიერებენ და ნაღმავენ. გათვლაა, რომ არმია ამომწურავს მთელ თავის შეტევით პოტენციალს ამ თავდაცვით ხაზებზე, რის შემდეგაც დემორალიზებულ მტერს დაამარცხებენ ტანკები, ავიაცია და არტილერია. შემდეგ ის აგზელებს და ამბობს, რომ რუსეთმა უნდა გააძლიეროს თავისი შესაძლებლობები, რადგან ომი მოდის და რუსეთი უნდა იყოს მზად თუ გამარჯვება სურს. კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ სწორედ პუტინი იყო ის, ვინც უკრაინაში შეჭრა დაიწყო. მანამდე კალინინგრადთან დაკავშირებით არანაირი შეშფოთება არ არსებობდა, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, პუტინს არც ახლა აქვს ბევრი დრო ამაზე საფიქრებად, რადგან მას უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვს მოსაგვარებელი. აი რას გულისხმობ. გუშინ უკრაინის დამოუკიდებლობის დღე იყო და მსოფლიოს ლიდერები კიევში ჩავიდნენ, რათა ეს დღე უკრაინელ ხალხთან ერთად ეზეიმათ. ერთ-ერთი ასეთი ლიდერი იყო დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი. და ის მოვიდა ისეთი საჩუქრით, რომელსაც რუსეთი არ ელოდა. ბრიტანეთში წარმოებული Storm Shadows ტიპის ფრთოსანი რაკეტების ნახაზებით. ახლა აგიხსნით, რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი. ამ დრომდე უკრაინა მხოლოდ იმ Storm Shadows რაკეტებს იყენებდა, რომლებიც ბრიტანეთმა ფიზიკურად გადასცა, რაც ნიშნავს, რომ უკრაინას შეზღუდული ჰქონდა ამ იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის შესაძლებლობა, რადგან ეს დამოკიდებული იყო იმაზე, რამდენს მიიღებდნენ. ახლა კი მათ აქვთ ნებართვა, თავად აწარმოონ ეს რაკეტები და სწორედ ამიტომ ვახსენეთ სიტყვა ნახაზი. ეს ნებართვა უკრაინას აძლევს საშუალებას ადგილობრივად აწარმოოს ეს რაკეტები. მათ შეუძლიათ ააშენონ ქარხნები, დაითხოვონ საწარმოო ხაზები და შემდეგ იმდენი რაკეტა ესროლონ რუსეთის ტერიტორიაზე, რამდენიც სურთ. თუმცა რა თქმა უნდა, აქ ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნაა. მე ეჭვება, რომ უკრაინა ამ რაკეტების წარმოებას ხვალვე დაიწყებს. ალბათ ამას გარკვეული დრო დასჭირდება. პირადად მე არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს ეს პროცესი. მშვიდობიან პერიოდში ამას წლები სჭირდება, მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს უდეს, რომ უკრაინა ახლა საომარ მდგომარეობაშია. იმედია ისინი ბევრად უფრო სწრაფად იმოქმედებენ, ვიდრე სხვა ქვეყნები, როცა ახალი ქარხნის ან ახალი სისტემის შექმნა უწევთ ახალი რაკეტის წარმოებისთვის. თუმცა მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ამას მაშინ გავიგებთ, როცა უფრო და უფრო მეტ Storm Shadows დავინახავთ, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე მიემართებიან. ეხლა იმედია, ეს გადაწყვეტილება უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს სხვა მოკავშირეებსაც, რომლებიც იმავე ნაბიჯის გადადგმას აპირებენ. უფრო კონკრეტულად კი, ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც ჯერ კიდევ ბლოკავენ უკრაინისთვის აშშ-ის მხრიდან პატრიოტის რაკეტების წარმოების ნებართვას. ეხლა დარწმუნებული ვარ, თქვენს გახსოვთ ეს ამბავი სულ რამდენიმე კვირის წინ. ასე რომ ივლისის ბოლოს ზელენსკი ჩამოვიდა შეერთებულ შტატებში და ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო უკრაინაში პატრიოტის რაკეტების ან პატრიოტის ჩამჭერების წარმოების ნებართვის მიღება. და საბედნიეროდ მან მართლაც მიიღო ეს ნებართვა. პრეზიდენტმა ტრამპმა თავად გამოაცხადა ეს. შემდეგ ზელენსკიმაც გამოაცხადა, რომ უკრაინას ახლა აქვს პატრიოტის რაკეტების წარმოების ნებართვა. მაგრამ შემდეგ ეს ნებართვა მოულოდნელად გაუქმდა. და გვაქვს გარკვეული ცნობები, სადაც ძირითადად წერია, რომ ამერიკული კომპანიები, რომლებიც ამ რაკეტებს აწარმოებენ, ასე რომ ვარაუდობ ესენი არიან ყველა ის სამხედრო კომპანია, რომლებიც შეერთებული შტატების არმიისთვის იარაღს ამზადებენ. ისინი ბლოკავდნენ ნებართვას, რომ უკრაინას მიეღო ცდომა პატრიოტის რაკეტების წარმოებაზე უკრაინის შიგნით. ახლა, აქ მინდა ცოტა ვივარაუდო, რადგან თუ თეთრმა სახმა მართლაც თქვა დიახ, ეს ნიშნავს, რომ სამხედროებმაც თქვეს დიახ. სამხედროებს არ ქონდათ პრობლემა, რომ უკრაინას პატრიოტის ჩამჭერი რაკეტების ნახაზები ქონოდა, რათა თავად ეწარმოებინა ისინი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენც არ ქონდა პრობლემა, რომ უკრაინას ეს ინფორმაცია ქონოდა. მაგრამ კომპანიები არიან ისინი, ვინც ამას აჩერებენ, რაც ნიშნავს, რომ რაღაც საეჭვოა. თითქოს ამ კომპანიებს არ უნდათ კონკურენცია სხვა ქარხნებთან, რომლებიც აშშ-ს გარეთ არიან, რადგან რა მოხდება თუ ისინი უკეთესად მოახერხებენ მეტის წარმოებას, ან რა მოხდება თუ ისინი უკეთესად მოახერხებენ უფრო სწრაფად წარმოებას, ან რაღაც მსგავს. ხომ გესმის? რაღაც ნამდვილად ძალიან საეჭვოა, მაგრამ ეხლა როცა თავად ბრიტანეთმა ყველას აჩვენა, რომ შეგიძლია უკრაინას ასეთი ინფორმაცია ანდო, იმედია უფრო და უფრო მეტი ქვეყანა გაუზიარებს უკრაინას წარმოების შესაძლებლობებს ან წარმოების ინფორმაციას, რომ უკრაინამ გაზარდოს თავისი იარაღის მარაგი. ადრე კი ვისაუბრეთ იმაზე, როგორ ანადგურებს ეს დარტყმები ფაქტობრივად რუსეთის ეკონომიკას. საფონდო ბირჟა კრახს განიცდის, რაც რუსეთს დიდი ხანია არ უნახავს. დაახლოებით 1 თვის წინ ალბათ მსგავსი რამ ნახეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, აი როგორ გამოიყურება ეს მოსკოვის ქუჩებში. აქ გვაქვს BBC-ის რეპორტაჟი მოსკოვიდან იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდებიან ჩვეულებრივი რუსები ამ ყველაფერს. შეხედეთ. მოსკოვში ბენზინის ჩასასმელად ახლა ორი რამ გჭირდება. ბევრი დრო და ძალიან დიდი მოთმინება. ბენზინის რიგები თითქოს უსასრულოდ გრძელდება. რუსეთის ბევრ რეგიონში საწვავის დეფიციტი დაფიქსირდა. უკრაინული დრონების იერიშების შედეგები რუსულ ნავთობ ობიექტებზე. სინამდვილეში მოსკოვში ასეთი გრძელი რიგები ბენზინგასამართ სადგურებზე არასდროს მინახავს. ბენზინგასამართი სადგური დაახლოებით 300 მეტრით ქვემოთაა. მძღოლები ამბობენ, რომ რიგის თავში მისასვლელად დაახლოებით 2 საათი და ნახევარის ჭირხევარიდებათ. მაგრამ სულ მცირე აქ ბენზინი მაინც არის. სხვა ადგილებში ბენზინი საერთოდ აღარ აქვს. ამბობენ ბენზინი იქნება. ამბობენ, აქ ბენზინი იქნება. სვიატოსლავი მეუბნება. უბრალოდ არიციან როდის. შეიძლება დღეს, შეიძლება ხვალ.
საწვავის კრიზისის შესამსუბუქებლად რუსეთი ახლა ბენზინს შემოაქვს. ენერგეტიკული სუპერსახელმწიფოსთვის ეს მართლაც უჩვეულო. ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები უკვე თვეები აგრძელდება. უკრაინის პასუხი რუსეთის თავდასხმებზე. სულ უფრო მეტად ეს ომი თავად რუსებს უბრუნდებათ სახლში. და ამას გარდა ჩვენ გვაქვს მესიჯი თავად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან, რომელიც მან დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას გაავრცელა. ვფიქრობ, ეს მესიჯი პირდაპირ რუსებს იყო განკუთვნილი, მაგრამ მოусმინეთ. პუტინს იმედი აქვს, რომ ჩვენ დავიღალეთ. პუტინს იმედი აქვს, რომ ჩვენ დავიღალეთ. ჩვენ ვიცით, რომ ის მოკდავია. მას ჩვენი არასდროს ესმოდა. ახლა მას ამის დრო აღარ ექნება. და ვეღარ მოასწრებს. თქვენ გინდოდათ მთელი ჩვენი უკრაინა წაგეხოთ. თქვენ გინდოდათ მთელი ჩვენი უკრაინა, მთელი ჩვენი მიწა წაგეხოთ. ამის ნაცვლად თქვენ დაკარგეთ თქვენი ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნები, თქვენი ფლოტი, თქვენი მოგებები და მთელი თაობა, რომელიც ხორცაკებში გაგზავნეთ. თქვენ გინდოდათ, რომ ჩვენ რუკაზე არ ყოფილიყავით. ეხლა თქვენ არ არსებობთ მომავალი ცივილიზაციის საერთაშორისო დღის წესრიგში. ეხლა ამ ყველაფერთან ერთად კიდევ ერთი ამბავი იყო, რომელიც ბევრმა ადამიანმა გამოტოვა. გახსოვთ, როცა ზელენსკი ოვალურ ოფისს ეწვია, კიდევ ერთი განცხადება ჰქონდა და ეს განცხადება ეხებოდა სპეციალურ ელჩს სტივ ვიტკოფსა და ჯერედ კუშნერს, რომლებიც უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეზე უნდა წასულიყვნენ, რომელიც გუშინ გაიმართა. მაგრამ როგორც ჩანს, ეს ვიზიტი ცოტა გადაიდო იმის გამო, რომ რუსეთი კიევზე რაკეტებით უტევს. ეხლა ეს ძალიან კარგი საბაბივით ჟღერს, მაგრამ შეხედეთ ყველას, ვინც იქ მაინც ჩავიდა. ჩვენ ყავდა უამრავი მსოფლიო ლიდერი, პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები და კანცლერები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ. ასევე ყავდა ყოფილი სპეციალური ელჩი, კით კელეგი სტუმრად. ასე რომ, ამ ადამიანებმა ჩათვალეს, რომ იქ წასვლა უსაფრთხო იყო, მაგრამ როგორც ჩანს, შეერთებული შტატების სპეციალური ელჩებისთვის, ამჟამინდელი სპეციალური ელჩებისთვის, სტივ ვიტკოფისთვის და ჯერედ კუშნერისთვის, ეს უბრალოდ მეტისმეტად საშიში აღმოჩნდა. ეხლა, აქ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რუსეთი არასდროს ურტყამს კიევს მაშინ, როცა იქ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები იმყოფებიან, რადგან რუსეთს არ სურს ასეთი ესკალაცია გამოიწვიოს. ამიტომ ჩემთვის ეს უბრალოდ ერთ-ერთ ყველაზე სულელურ საბაბად ჟღერს, რომ გადადონ ვიზიტი, რადგან მათ იცით, სურთ რუსული რაკეტების თავიდან აცილება. რეალურად კი, როცა ისინი ჩადიან, უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები მშვიდად იძინებენ, რადგან რუსეთი თავს არ ესხმის იმ ქალაქებს, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები იმყოფებიან, დიპლომატები იმყოფებიან. იმედია ისინი ძალიან მალე ჩავლენ, რადგან ეს მართლაც უპრეცედენტო იქნება. არ მგონია რომელიმე მაღალი რანგის ოფიციალური პირი კიევში ყოფილიყოს მას შემდეგ, რაც სკოტ ბესანტი ჩავიდა 2025 წლის დასაწყისში. ეს ძალიან კარგი იქნებოდა, რადგან ბოლოს და ბოლოს სტივ ვიტკოფი და ჯერედ კუშნერი დიდ როლს ასრულებენ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში. ისინი რამდენჯერმე იყვნენ რუსეთში, მაგრამ უკრაინაში ერთხელაც არ ყოფილა. იმედია ისინი ძალიან მალე ჩავლენ. და სწორედ ამიტომ იყო საკმაოდ სამთუხარო, რომ გენერალმა კით კელეგმა სპეციალური ელჩის მანდატი აღარ განაახლა. რადგან ის იყო ამ მოლაპარაკებების ჯგუფში ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი, ვინც ძალიან პროუკრაინული იყო. მაგრამ როგორც ჩანს, მას არ ქონდა ის გავლენა, რასაც იმედოვნებდა მთელ პროცესში. ამიტომ გადაწყვიტა, რომ არ გაეგრძელებინა თავისი სპეციალური ელჩის პოზიცია. მგონია, რომ ყოველ წელს სენატის დამტკიცების პროცესი უნდა გაიარო, რაც კიდევ ერთხელ თუ მას უნდოდა ვფიქრობ დაამტკიცებდნენ, მაგრამ მან თავად დატოვა თანამდებობა. ეს იყო გასულ კვირას. რუსეთმა შეიყვანა დიდი რაოდენობით ჯავშან ტექნიკა. კი, შემიძლია ამაზე ცოტა შესავალს გავაკეთებ ადამ. ერთ-ერთი რამ, რაც ხშირად ხდება, არის ის, რომ მუდმივად გესმის რუსული შეღწევის შესახებ და ისინი ჩვეულებრივ 2, 3, 4 კაცს ერთად აგზავნიან. და დრო დაახლოებით ყოველ 4 კვირაში ერთხელ ისინი უფრო დიდ ჯგუფს აყალიბებენ. და ეს იყო 9 ტანკი, რამდენიმე ჯავშან ტრანსპორტიორი და დაახლოებით 100 ქვეითი. ეხლა რაც ხდება ისა, რომ რაც უფრო დიდ ჯგუფს ატალიბებს რუსეთი, მით უფრო სწრაფად პოულობს მას უკრაინა და დრონებით ანადგურებს. და ეს სწორედ აქ მოხდა. ეს არის პოკროვსკის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით. ხო, როგორ მუშაობს ეგ ზღარბის ჯავშანი. მოიხედეთ ამ ტანკს. ნახეთ, მათ არც კი უცდიათ ბადეების დაყენება, ხომ ასეა? კარგი, მანქანაში ცეცხლია. ხო, ცეცხლი მანქანის გარეთაც არის. რუსებმა დაახლოებით 50 წლის წინ მიიღეს გადაწყვეტილება ეკიპაჟი 4-დან 3-მდე შეემცირებინათ, ანუ მძღოლი, მსროლელი და ეკიპაჟის მეთაური. ამან მათ საშუალება მისცა უფრო პატარა და დაბალ ტანკები შეექმნათ. ეს იყო მათი იდეა. მაგრამ ამის გასაკეთებლად მათ ავტომატური დამტენი აქვთ, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ტანკის ეკიპაჟი აფეთქებისგან დამცავი კედლების გარეშეა. და აი აქ არის ბიჭი, რომელიც მიდის მოტოციკლეტით, ის ახლა ასტრონავტად გადაიქცევა. ტანკის ეკიპაჟი ზის საბრძოლო მასალაზე. და არა მხოლოდ საბრძოლო მასალაზე, იქ არის ჭურვები და ასევე დენთის ტომრები. ასე რომ ისინი პირდაპირ ზიან დენთის ტომრებზე. სწორედ ამიტომ ფეთქდება ეს ტანკები. თუ ცოტა უკან დაბრუნდებით, დაინახავთ იმ ძალიან უნიკალურ გზაჯვარედინს, სადაც ისინი იყვნენ.
სულ გინდათ რომ ესეთი ადგილები აირიდოთ, რადგან რუკაზე ძალიან ადვილად საპოვნელია. ეს მხოლოდ 4 ქუჩის შეერთება არ იყო, დაახლოებით 6 იყო. იქ მოხვევა იყო. ამ ადგილის აღწერა რუკაზე მარტივია. შეგიძლია ადვილად გადასცე ინფორმაცია და გაგზავნო დრონები. ასე რომ ვფიქრობ, ყველა შემთხვევაში, სადაც ხედავთ გაჩერებულ მანქანებს, ისინი ალბათ მიტოვებულია. და 38%. აი იქ ის ლუკი ღია. იმ კაცმა უკვე დატოვა ადგილი. თუ ას რუსულ მანქანას უკრაინელებთან კონტაქტში შეხავ, მათგან 38% და ეს მაჩვენებელი ბოლო 3-4 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. ასე რომ, აი კიდევ ერთხელ, ხედავთ ამ ტანკს, ის იქ დგას. იცით ეს ბიჭი აშკარად ჯერ კიდევ შიგნითაა, მაგრამ ისიც მალე ასტრონავტად დააწინაურებენ. ასე რომ გვაქვს სრული სურათი, აი იქ არის გრადის ზალპური, ცეცხლის რეაქტიული სისტემაც. ჩვენ ხედავთ მიზეზს, რატომაც რუსებს არ შეუძლიათ დიდი სახმელეთო მანევრული საბრძოლო ნაწილების წინ წაწევა და მათი განთავსება. ეს ყოველ ჯერზე ასე ხდება. იცით, კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ამ მანქანებს ასე ცუდად უჭირთ, საწვავის მოპოვება რთულია. სისტემა იმდენად კორუმპირებულია, რომ თუ ვინმე 500 გალონ დიზელს იღებს, მას 600 გალონ დიზელად აქცევს, როცა მასში ვინდექს ასხამს, ხომ ასეა? ასე რომ, საწვავი არასწორადაა შერეული. ასე რომ, როცა ამ ჯავშან ტექნიკის კოლონას წინ აგზავნიან, როგორ ხდება მათი მომარაგება? საერთოდ აწვდიან კი მათ დამატებით საწვავს? არა, ეს ბიჭები ფაქტობრივად უკან დასაბრუნებელი გზა არ აქვთ. იცი და საქმე ისაა, რომ ეს რუსი ჯარისკაცები მოდიან და ტანკის მზღოლების გარდა, რადგან მათ ამის სწავლა სჭირდებათ, ეს ბიჭები საერთოდ არ არიან ჯარისკაცები. ისინი სრულიად სამოქალაქო პირები არიან და ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ მათ აბსოლუტურად სუიციდურ ბრძანებებს აძლევენ. ისინი ვერ ხვდებიან, რომ მთელი ეს შეტევის ელემენტი 90 წუთში, 2 საათში მთლიანად განადგურდება. მეორე საკითიც არის ის ძალიან თვალსაჩინო გზაჯვარედინი, რომელზეც ვსაუბრობდით. შენ აღწერე ეს ჩემთვის. დიდი ძველი გზა, ჩრდილო აღმოსავლეთიდან მოდის. მასზე დიდი სამკუთხედი არის, აი ის. 8 ნიშნა ბადის კოორდინატია. და ვნახავთ, ახლო ხედებიც იქნება, მაგრამ რუსული მანქანების უმეტესობა სწორედ იმ გზაჯვარედინზე ხვდება შეტევას. ნიშნულოვანი უსაფრთხოების რჩევა. მოერიდეთ ყველაფერს, რაც ბრძოლის ველზე თვალშისაცემია. არ დააკენოთ 900 ანტენა, არ აფრიალოთ დროშა, არ გაიკეთოთ ბუმბული ქუდზე. კარგი, აი რამდენიმე ბიჭი, ხო. ეს იყო დედას უნივერსალი ვიღაცისთვის, ვინც დონბასში ცხოვრობს. ისინი უბრალოდ გაგაჩერებენ საგზაო ბლოკპოსტზე. წაგართმევენ ნივთებს. იცი, მანქანაში რაც გაქვს პროდუქტები, იმასაც წაგართმევენ და ფეხით წახვა. ცუდი, ძალიან ცუდი იღბალია. როგორ ფიქრობ, რა ალბათობაა, რომ ამ ტანკს უბრალოდ საწვავი გაუთავდა და ამიტომ მიატოვეს? ფიქრობ, ეს აბსოლუტურად შესაძლებელია. ან იქნებ საწვავი იყო გააზავებული ან დაბინძურებული. ან როგორც თქვი, ამ ბიჭებმა უბრალოდ რაციაში თქვეს, ტანკი გაჩერდა. ან საერთოდ არაფერი უთქვამს და უბრალოდ გაძმოვიდნენ ტანკიდან. და რომ მათი ადგილას ყოფილიყავი, იმ ხის ქვეშ ვიქნებოდი იქვე. მე ემბრიონის პოზაში ვიქნებოდი და ფესვებს ჩავეჯიდებოდი. მაგრამ როგორც თქვი, 38%. ასე რომ мотиваცია ნულოვანია. საბრძოლო ეფექტურობა ნულია. და იცით, ეს უბრალოდ ბოლო შემთხვევაა. დაახლოებით 1 წლის წინ იყო შემთხვევა კუპიანსკის სამხრეთით. ეს არის ქალაქი ჩრდილოეთში, რომელსაც რუსეთი ჯერ კიდევ აცხადებს, რომ აკონტროლებს. ისინი არ აკონტროლებენ. იქ არ არიან, იცით, ერთადერთი რუსები იქ არიან ისინი, ვისაც ყვავები თვალებს უჯამენ. ასე რომ 2 რუსული ბატალიონი წავიდა კუპიანსკის სამხრეთით შეტევაზე და ისინი ცდილობდნენ ოსკილის მდინარემდე მისვლას. ისინი ისეთი ტაქტიკური გენიოსები იყვნენ, რომ გადაწყვიტეს ერთი ბატალიონი მდინარის ერთ მხარეს დაეყენებინათ, ხოლო მეორე ბატალიონი მდინარის სამხრეთ მხარეს. ისინი ერთმანეთს აღარ უჭერენ ხარს, ხომ ასეა? შეგიძლია ერთი ბატალიონი ყავდეს, რადგან ერთად ბრძოლას ვერ ახერხებენ. ვერ დაურეკავ რაციით და ვერ ეტყვი, კაცო, აქ მანადგურებენ, დახმარება მჭირდება. პასუხი იქნება, ვერ გადმოვდივარ მდინარეზე. ნიშნულოვანი უსაფრთხოების რჩევაა. ისინი 2 საათში გაანადგურეს. 300 კაცი, 15 ტანკი და 20 ან 30 ქვეითთა საბრძოლო მანქანა. ეს ყველაზე დიდი შეტევა იყო, რაც ბოლო დროს სადეს და ეს ალბათ 18 თვის წინ მოხდა. ასე რომ წარმატებებს უსურვებ ჩვენს რუს მსმენელ სტუმრებს. აი ის პატარა კვადრატული ყუთები, რასაც ხედავთ, პიკელებად იწოდება. ესე რომ მათ ის სამიზნე დაპიკლეს. ცხადია, აქ წერია ტანკი, TA. ეს ჰ არის N, ხოლო K არის K. ბუმი. ამ დრონების საბრძოლო თავები შეიძლება ლუდის ქილის ზომისაც კი იყოს, ხომ ასეა? და მათ აქვთ ფორმირებული მუხტი. პლასტიკურ ასაფეთქებელს აწყობ ლუდის ქილაში და ის აფეთქდება, ხო იცით? 10 დუიმის სისქის ფოლადსაც კი გაარღვევს.
და თუ ფორმირებული მუხტის შიგნით არსებულ სიცარიელეს სპილენძის დისკით დაფარავ, როცა პლასტიკური ასაფეთქებელი აფეთქდება, ის კონცენტრირებს პლაზმას, რომელიც ძლიერ ასაფეთქებლის დეტონაციის შედეგად წარმოიქმნება. ეს სპილენძის ნაჭერი გარდაქმნება დნობის მდგომარეობაში მყოფ მეტალის ნატეხად. ნატეხადლიც ყველაფერს წვავს და ხრეთს. ასე რომ ის ტანკში მხოლოდ ამხელა ხრელს აკეთებს, მაგრამ შიგნით დნობილ, უკიდურესად ცხელ მეტალს ისვრის. ის ლავაზე უფრო ცხელია, ხო ასეა? ის ამ დნობილ მეტალს თითქმის უმცირეს ნაწილაკებად აქცევს და ამ ნაჭერიდან ერთი რომ დაეცეს იმ ფხვნილის ტომრებს იატაკზე, ყველაფერი აფეთქდება. ასე რომ ბევრი არაფერია საჭირო. No. არა, ამერიკულ ტანკში იცი ქოშკურის უკანა ნაწილში არის გამონაშვერი, რომელსაც ბასლი ეწოდება. და სწორედ იქ ინახავენ საბრძოლო მასალას. ეკიპაჟსა და საბრძოლო მასალას შორის არის აფეთქებისგან დამცავი კედელი და ამერიკულ ტანკებში ჯერ კიდევ ადამიანია დამტვირთველი. ამიტომ ტანკის მეთაური ამბობს: ერთი ვაზნა, საბოდი. ანუ მტვირთველი. აფეთქების კედელი იწევა, მტვირთველი კი ხელს ხოვს ამ ნივთებით სავსე დიდ, თითქოს მაცივარში. ამოიღებს მას. აფეთქების კარი ისე ვიკეტება და ის მას საკეთში ტენის. ამერიკამ რობოტული სისტემის ნაცვლად ადამიანი აირჩია, რათა საბრძოლო მასალა განცალკევებით შეენახა. კარგი, სწორია. ესენი აქ თითქმის 3 მასხარა გეგონება, მაგრამ ის დრონი გზის პირას იყო გაჩერებული. და ეს ბიჭები პირდაპირ გვერდით ჩაუარეს მას. ყურადღებას არ აქცევდნენ და შემდეგ, სამწუხაროდ მათთვის, გადაწყვიტეს დრონის გვერდით გაჩერებულიყვნენ. და ეს რაღაც აშკარად რბილ ნაწილს ესვრის და არა მყარ ნაწილს. მაშ და თუ დაბრუნდებით იმ კაცთან, ალბათ ისევ გაჩვენეთ, მაგრამ მას ხელში უჭირავს თოფი, რომელიც მოსინ ნაგანს გავს. ეს თოფი 100 წლისაა. ხომასია, ესენი არიან უკანა ხაზის ბიჭები. მათ არასდროს ეგონათ, რომ რამე ცუდი შეემთხვეოდათ. და მას პირდაპირ მნიშვნელობით აქვს ბოლტიანი თოფი. ამიტომაც არის რის პასუხად. კარგი. ხო, ეხლა ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ მჭიდი იარაღში არ არის. ასე რომ თუ ეს არის AK-ის ტიპის თოფი, მე ასე არ მგონია. ასე რომ ეს მოსინ ნაგანტის თოფია. აქაც შენ ძალიან აშკარა სამალავში იმალები. სწორია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი იყო, რაც თქვენთვის ჰქონდა. ჩემი სახელია სემი და შემდეგ ვიდეოში გნახავთ.